მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის თათიას პოდკასტი და გული მიგზნობს რომ დღეს ჩავწერთ ძალიან მაგარ პოდკასტს, იმიტომ რომ დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი რევაზ ბოჭორიშვილი, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, თათია ტუღუში ამ გადაცემის წამყვანი, ამ პოდკასტის წამყვანი, ექიმი რეპროდუქტოლოგი და დღეს გვექნება ძალიან მაგარი თემა, რომელსაც ქვია რობოტული ქირურგია გინეკოლოგიაში. ბევრი ვერაფერი გამეგება ამ თემაზე, მაგრამ დღეს ბატონი რევაზი და თათია ამიხსნიან მე და პირველ რიგში საზოგადოებას რა არის ეს ინოვაცია. ალბათ მე ფილმებში მაგ ნანახი ეს ყველაფერი და უკვე რეალობა. მოდი დავიწყოთ. ძალიან კარგად გამოიყურებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამობრძანებისთანავე ჩვენთან მოხვედით, უკვე მეორე პოდკასტია და ძალიან მიხარია რომ ესეთი მაღალკვალიფიციური სტუმარი ყავს და ძალიან მიხარია რომ საქართველოს თქვენნაირი ადამიანი ყავს. მაინც კი მითხარით რომ არ გვინდაო ბევრი ქებაო, მაგრამ ძალიან დიდი სიმპათიით და სიყვარულით ვარ თქვენს მიმართ, ორივეს მიმართ განწყობილი. ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ მოწვევისთვის, ჩემიც ამავე დროს და ჩემი მხრიდან კიდე ბატონი რევაზის. რეზო ჩამოვიდა გუშინ და მართლაც გამონახა როგორღაც დრო რომ გველაპარაკა ამ საკითხზე, რადგანაც ჩემთვისაც ახალია საქართველოში რობოტული ქირურგია, იწყება უკვე როგორც ვატყობ, შემოდის ნელ-ნელა, დიდი ხანია უკვე ის ევროპაშია, თურქეთში, ამერიკაში. რევაზისთვის ეს ახალი არ არის, მაგრამ ჩვენთვის საკმაოდ ახალია და ამიტომ ზუსტად ამიტომაც ძალიან ვთხოვე რომ გამოენახა დრო და ცოტა რამ გაგვსაუბრებოდა ამ თემის შესახებ. დიდი მადლობა თათია, დიდი მადლობა ნიკა მოწვევისათვის და ძალიან დიდი სიამოვნებაა ჩემთვის თქვენთან ერთად ყოფნა უკვე მეორედ და იმ საკითხზე ლაპარაკი, რომელსაც ასე თუ ისე ვიცნობ დიდი ხანია და ამიტომ თუნებას დამრთავ დავიწყებ ცოტა შორიდან. მედიცინაში საერთოდ საკითხში გასარკვევად ყოველთვის მნიშვნელობა კანამნეს, არა? წარმომავლობას, საიდან დაიწყო პრობლემა, საერთოდ საიდან მოდის ეს ყველაფერი და დავიწყოთ თუნდაც ტერმინოლოგიით, ვინაიდან ზოგჯერ ტერმინოლოგიას იყენებენ არა ძალიან კორექტულად. მაგალითად, გაიგონებ ხშირად, რომ აი რობოტი აკეთებს ოპერაციას, რობოტი დომინირებს, თქვათ, რაღაც წარმოდგენაში, მაგრამ რობოტი ისევ და ისევ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იარაღი. საერთოდ ქვის ხანიდან ადამიანები ამუშავებენ და ახალ რაღაც ხელსაწყოებს ქმნიან და იარაღებს. ხო, ესეც არის ერთ-ერთი ქირურგიული იარაღი, ახალი, თქვათ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იარაღი. ანუ ისევ და ისევ ამ მომავალი წერტილი არის ქირურგი. ამას დაუბრუნდებით, მაგრამ მე მინდა ისევ დავიწყოთ თუნდაც ტერმინით საიდან მოდის ტერმინი რობოტი. საერთოდ პირველად როდესაც ეს 1920 წელს ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა გამოიყენა ეს ტერმინი, მან მოიგონა ეს ტერმინი თავის ძმასთან ერთად და მიხვდებით რომ რატომ ეს მნიშვნელოვანია იგივე თუნდაც რომ ჩეხური წარმოშობის არის, მან სპექტაკლი პიესა დადგა, სადაც შექმნა ასეთი პერსონაჟები, ხელოვნური ორგანიზმები, ადამიანზე უფრო დაბალი განვითარების, რომლებიც ადამიანის მაგივრად ასრულებდნენ რაღაც მძიმე, სავალდებულო, ესეთ მონურ სამუშაოს და აქედან მოდის სიტყვა ჩეხური რობოტა, როგორც რუსული რაბოტა. რობოტი აქედან არის. აქედან არის, შემდეგ უკვე, ანუ მაშინ ტექნოლოგიაზე ეს არის რაღაც ორგანიზმი ბიოლოგიური. შემდეგ უკვე ცნობილი ფანტასტი იყო აიზეკ აზიმოვი, რომელმაც სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოებებში უკვე გამოიყენა რობოტიკა, უკვე მთელი მიმართულება და მან უკვე ეს დაარქვა უკვე რაღაც მანქანებს, აპარატებს, რომლებიც დამოუკიდებლად აკეთებდნენ რაღაც სამუშაოს. ანუ ისევ და ისევ უბრუნდებით ამას, რომ ეს არის თავიდანვე იარაღი, რომელიც რაღაცას აკეთებს, მაგრამ ყოველთვის ვიღაცის მეთვალყურეობით, ვიღაცის დავალებით. ანუ რობოტი თავის არაფერს არ აკეთებს. ჯერჯერობით, მაგრამ შეიძლება ესეც ითქვას, რომ მომავალში და უკვე არის ამ ცდელობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რაღაცას გააკეთებს რობოტი. აი რობოტი შეიძლება შევადაროთ, დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და ვიცით სამწუხაროდ ისეთი სხვა სფეროდან დრონები, ხო? დღეს დრონები დომინირებენ სამხედრო სფეროში და დრონებს ჯერჯერობით მართავენ, ხო? დრონი არის უკვე რაღაც დრონები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით რაღაცას თავის აკეთებენ, მაგრამ ჯერჯერობით მართავენ. აი დაახლოებით ასეთი არის რობოტი და საერთოდ სამედიცინო რობოტი, ქირურგიული რობოტი ისევ უბრუნდებით, ასე არის საზოგადოება ცხოვრება, სამწუხაროდ ზოგჯერ ესეთ სამხედრო რაღაც სხვა ინტერესები არის რაღაც საწყისი
საერთოდ მედიცინაში, ქირურგიაში რობოტის გამოყენება, ანუ მანქანის, რომელიც დაეხმარება ქირურგს ოპერაციის გაკეთებაში, ეს იდეა და პროექტი არის პენტაგონის და NASA-ს პროექტი. იდეა რაში იყო, რომ სადღაც ბრძოლის ველზე, სადღაც შორს, სადაც იქნება დაჭრილი, რომლის ევაკუაციას ვერ მოახერხებენ, სადღაც იქვე გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ ქირურგი იქ ვერ იქნება, ამიტომ ასე ვთქვათ, მანქანა ინტერფეისი, ქირურგი იქნება სადღაც სხვაგან, ზურგში, იქიდან მანქანას გააკეთებინებს ოპერაციას, ანუ ეს იქნება მისი ხელები, ტექნოლოგიური ხელები და ეს მოხდება კომუნიკაცია ამ სადღაც შორმყოფ ქირურგსა და ამ მანქანას შორის. ეს იყო პენტაგონის და NASA-ს იდეაც იყო იგივე, რომ კოსმოსში თუ რაღაც გაჩნდა იქ პრობლემა სამედიცინო ქირურგიული, ასევე იქ მყოფი მანქანა, მიწაზე მყოფი, ვთქვათ, ქირურგი გააკეთებს რაღაც манипуляციას. მაგრამ ეს იდეა იყო გენიალური, მაგრამ თავიდან ვერ განვითარდა მანძილზე, ესე იგი, ძირითადი იდეა იყო მანძილზე რაღაცის გაკეთება ოპერაციული ჩარევის, მაგრამ თვითონ ეს მანქანა შექმნეს და ჩამოყალიბდა ფირმა ინტუიტივი, ძალიან ისეთი ცნობილი ფირმა, ამერიკული, რომელმაც შექმნა პირველი რობოტი 95 წელს მოხდა მისი კომერციალიზაცია და არქვეს დავინჩი და იგივე დავინჩით რატო დაარქვეს, ვინაიდან ლეონარდო დავინჩის აქვს ასეთი ჩანახატი, ასე რაღაც ტექნოლოგიური რაღაც რაინდის, რომელსაც სახსრები კი არ აქვს, არის გორგოლაჭები და ამ გორგოლაჭებზე გადადის ბაგირები და ასე მოძრაობს და ზუსტად ეს არის დავინჩის მხარი და მოძრავი, ასე ვთქვათ, ხელი ზოგჯერ მაჯას ადარებენ, სადაც ასეთ პატარა გორგოლაჭებია და ეს ბაგირაკებს მართავენ პატარა მიკრომოტორები. ამიტომ დაარქვეს დავინჩი და თვითონ ტექნოლოგია შეიქმნა, მაგრამ ძირითადი დაბრკოლება იმ დროს 2000 წლის დასაწყისში იყო ტელეკომუნიკაციები. ტელეკომუნიკაციები არ იყო ისეთი სანდო და იყო სხვა შორის ცდელობა ამერიკიდან ავსტრალიაში ოპერაციის გაკეთების და დაიღუპა პაციენტი. ვინაიდან სიგნალის შეფერხება იყო, სიგნალი გაქრა და იმ მანქანას რაღაც არასწორი ქმედება ჰქონდა, რომელიც ვეღარ გამოასწორა, იმიტომ რომ სიგნალი დაიკარგა. და სხვათა შორის 2001 წელს 10 სექტემბერს დააკვირდეთ თარიღს. 10 სექტემბერი ცნობილია ქირურგებისთვის ჩვენთვის, განსაკუთრებით ფრანგებისთვის. ფრანგი ცნობილი ძალიან ქირურგი არის მარესკო, სტრასბურგიდან, რომელმაც ნიუ-იორკიდან სტრასბურგში ასე გააკეთა ნაღლის ბუშტის ოპერაცია. ანუ ეს დავინჩი რობოტი იდგა სტრასბურგში, მის კლინიკაში, სადაც ის მუშაობს, სტრასბურგში, საუნივერსიტეტო კლინიკაში და თვითონ იმყოფებოდა პროფესორი მარესკო ნიუ-იორკში და იცით სად იმყოფებოდა? France Telecom-ის ოფისში, ვინაიდან ეს იყო ძირითადად France Telecom-ის წარმატება, ვინაიდან წყალქვეშა კაბელით ეს სიგნალი ისეთი ძალიან მინიმალური დაყოვნებით გაატარეს, რომ მოხერხდა ამ დროს ამაზე იყო ძირითადად ლაპარაკი, რომ ეს არის ძალიან დიდი დაბრკოლება, რომ აი ესე სიგნალი შეიძლება შეეზღუდოს და კარგი რეკლამა გაუკეთებია. ხო, მაგრამ ეს მოხდა 10 სექტემბერს და 11 სექტემბერს ნიუ-იორკში და ამიტომ ეს დაავიწყდა და ამას დაარქვეს ცნობილია სამედიცინო სფეროში ლინდბერგის პროცესი, ლინდბერგის პროექტი, ვინაიდან ლინდბერგი იყო პილოტი, რომელმაც გადალახა ატლანტიკა თვითმფრინავით მე-20 საუკუნის დასაწყისში. ანუ, რა ვიცი, მე ვთვლი რომ ისტორიას ყოველთვის მნიშვნელობა აქვს რაღაც პრობლემის გასაგებად. და დღეს ტექნოლოგია იმ პირველ თაობის დავინჩისთან შედარებით ბევრად არ შეცვლილა, ცხადია როგორც ნებისმიერი ტექნოლოგია პირველი თაობა, მეორე თაობა უფრო დაიხვეწა და რაც ხდება ყველა სფეროში, ჩინეთი შემოდის. ჩინეთმა გააკეთა კოპია, პრაქტიკულად კოპია დავინჩისი და დღეს არის ძალიან ასე თუ შეიძლება ითქვა შემოტევა ჩინური რობოტების და დღეს მთელ მსოფლიოში ჩინური რობოტები, რომლებიც ჩინელებმა ამას მიაღწიეს, რომ ტექნოლოგია ძალიან ადრე რაღაც დასცინოდნენ, ხო, ტექნოლოგიას. დღეს ძალიან განვითარდნენ ტექნოლოგიის თვალსაზრისით და მე ჩინური რობოტი ნანახი მაქვს მხოლოდ ის სადემონსტრაციო ევროპაში მაინც უფრო არის ჯერჯერობით დავინჩი ამერიკული და ნუ დავინჩი ღირს მაგალითად 2 მილიონი ევრო. და 2 მილიონი ევრო ის თვითონ აპარატურა, მაგრამ ძალიან დიდი ფასი არის მოვლა.
200,000 ევროა წელიწადში მოვიდა. ვინაიდან ამ ტექნოლოგიას თუ არ მოუვარე, ზუსტად აი მე ვილაპარაკებთ რაღაც გარკვეულ უპირატესობაზე, ეს თუ არ მუშაობს ტექნოლოგია, მაშინ არანაირი უპირატესობა არის კი არა საშიშია, ხო? იმიტომ რომ მანქანამ შეიძლება რაღაც სულად გააკეთოს. ამიტომ 200,000 და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს ძვირია ეს ტექნოლოგია და მოვლა აუცილებლად, რატომღაც ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. თუ არ მოუვარე ტექნოლოგია ეს გახდება საშიში და ჩინური შესაბამისად უფრო იაფია და ჩინური უფრო ვრცელდება და რაც საქართველოში არის ამიერკავკასიაში, მაგალითად ბაქოში, ერევანში, ყველგან ამ რეგიონში და სხვაგანაც არის ეს ჩინური რობოტები. ეს ისტორიულ თვალსაზრისით ასე იყო ეს განვითარება ამ ტექნოლოგიის და დღეს პრაქტიკულად ყველგან სადაც ქირურგიული ოპერაციები ტარდებოდა ლაპარასკოპიით, გარკვეული ნაწილი და გარკვეული ნიშა დაიკავა ამ რობოტებმა. ამის თქმა მინდა რომ რობოტული ქირურგია ცალკე არ არის, ეს არის ლაპარასკოპიული ქირურგიის განხრა. ანუ მუშაობ კამერით, აქაც გამოსახულებას უყურებთ თქვათ ეკრანზე, ლაპარასკოპიაში ვუყურებთ კამერით, ლაპარასკოპიაში გვაქვს თქვათ გარკვეული სწორი ინსტრუმენტები, აქ უბრალოდ მანქანას სპეციალური სახელურებით, აი ჯოისტიკის მსგავსი, ამას ამოძრავებ და შემდეგ უკვე გარკვეულ ცვლილებების შეაქვს ამ შენ მოძრაობაში, ზოგჯერ აუმჯობესებს, თქვათ ამბობენ რომ ფილტრავს ხელის კანკალს, ტრემორს, მაგრამ ამაზე არის აქცენტი, მაგრამ ზოგადად იშვიათია რომ ქირურგს ხელი უკანკალებდეს, ეხლა არ ვიცი, შეიძლება ბოდიში პახმელიაზე მეორე დღეს შეიძლება უკანკალებს და ამისთვის 2 მილიონიანი რობოტის ყიდვა ცოტა ზედმეტია მე რომ მკითხო, მაგრამ საერთოდ ეს თუ არის მთავარი არგუმენტი, არ გონია ეს სერიოზული იყოს. შეიძლება ამაზე თანდათანობით მე ვილაპარაკოთ არგუმენტებზე. გასაგები, აი ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, ჯერ პირველ რიგში საერთოდ ქირურგიაში, მაგრამ განსაკუთრებით აი უშვილობას რაც შეეხება. იცით, ახლა ჯერეზომ ჩემზე უკეთესად იცის რა ოპერაციებს უნდა შევეხოთ, განსაკუთრებით პირველ რიგში ენდომეტრიოზ. აი რაზეც ნერვიულობ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ამ საკითხზე მთელი საქართველოსთვის და ჩემთვის ხო არის და არის. ესე იგი, მაშინ დაუბრუნდები მე რაც უკვე დავიწყე და ვთქვი, ეს არის ფაქტიურად ლაპარასკოპიული ქირურგიის ნაირსახეობა. თუნდაც იმას რომ დაუბრუნდეთ, აი ზოგჯერ მესმის ხოლმე რომ მცირე განაკვეთებია და ცოტა განაკვეთებია, მაგრამ ლაპარასკოპიაში ხო მცირე განაკვეთები გვაქვს და ესეც თუ ეხლა კიდე ბოლომდე ჩავყვებით, ლაპარასკოპიაში კიდე უფრო პატარა განაკვეთები გვაქვს, ვიდრე რობოტულ ქირურგიაში. რობოტული ქირურგიის ინსტრუმენტები და ტროაკარები ცოტა უფრო დიდია. აქ 2 მილიმეტრზე არის მეტი და თუ ვამბობთ რომ პატარა, მაშინ ესეც ვთქვათ, რომ პირიქით ცოტა უფრო დიდია ლაპარასკოპიულზე განაკვეთები, კიდე გარკვეული დღეს ხარვეზები აქვს, მაგალითად არის ასეთი სისტემა სისხლის ამოქაჩვის, რომელიც რობოტს არ გააჩნია, ამიტომ დამატებით კიდე ერთი განაკვეთი კეთდება, ანუ ცოტა მეტი განაკვეთებიც აქვს და ცოტა უფრო დიდი განაკვეთებიც, ეს არ არის მთავარი. რობოტს აქვს მართლა უფრო სტაბილური შეიძლება რაღაც ეს მოძრაობები და აი ეს როტაცია რაღაცა. ხო, აი ამას ვიტყვი და კიდე გამოსახულებაც ლაპარაკია ყოველთვის რომ სამგანზომილებიანი 3D, მაგრამ 3D ჩვენ ლაპარასკოპიაშიც გვაქვს აგერ თბილისში, მე ვაკეთებ 3D ლაპარასკოპიას დიდი ხანი არსებობს, ასე რომ ეს არ არის რაღაც პრივილეგია რობოტოქირურგიის. ანუ ამიტომ ვაკეთებ მე აქცენტს ამაზე, რომ ეს არის ლაპარასკოპიული ქირურგია უფრო განვითარებული. ეხლა დაუბრუნდეთ აი ამ ხშირად რეკლამაში არის ხოლმე და ვინჩის ქონდა განსაკუთრებით მაჯა ქირურგიის და ამბობდნენ, რომ აი ადამიანის მაჯა ასეთ მოძრაობებს აკეთებს და ასეთივე აკეთებს რობოტი. მაგრამ, თუ იქნებით ზუსტი და მე მიყვარს რომ ზუსტი ვიყო და ზუსტი ციფრებით, როგორც უყვართ ახლა არგუმენტებით ვილაპარაკოთ, არის ასეთი ცნება თავისუფლების ხარისხი. თავისუფლების ხარისხი ეს არის რამდენ სივრცეში და რამდენ იმაში დაატრიალებ, თქვათ, რაღაც ობიექტს, ხო? ადამიანის მაჯას აქ 32 თავისუფლების ხარისხი, თუ ჩავთვლით ყველა ფალანგას, ყველა თითს და ასე შემდეგ, ანუ 32 სხვადასხვა მიმართულების მოძრაობა შეიძლება გააკეთო. ამასთან შედარებით ლაპარასკოპია არის ძალიან დიდი დაქვეითება. ლაპარასკოპიაში მუშაობს სწორი ინსტრუმენტებით
და თავისუფლების ხარისხი არის 5. ვინაიდან ინსტრუმენტი შეიძლება ჩავიტანოთ, ამოვიტანოთ, გავწიოთ მარცხნივ, მარჯვნივ 4 და დავატრიალოთ 5. მეტ მოძრაობას ვერ ვაკეთებთ. რობოტოქირურგიაში იცით რამდენია თავისუფლების ხარისხი? 7. 2 ემატება. ასე არის, ფიზიკურად ასე არის, ამას ვერავინ ვერ შეცვლის, ასეა წერია, რომ ნახოთ, აი პატარა ასოებით, რომ არავინ არ კითხულობს, ასეა, უმატებს 2 ხარისხს თავისუფლების და თითო ხარისხი თავისუფლების ღირს 1 მილიონი ევრო. ამიტომ ამიტომ იგივე მაგალითად კომპანიას დაერქვა ინტუიტივი, ვინაიდან გარკვეული ვთქვათ რაღაც მოძრაობებს ინტუიტურად აკეთებო, მაგრამ როდესაც მუშაობ რეალურად, პირიქით ხვდები, რომ რაღაც შენ ინტუიციურად შეიძლება უფრო მეტი გინდა, მაგრამ არ გაძლევს მანქანა ამის საშუალებას, არის მაინც ტექნიკა რაღაც ისე არ არის, რომ მთლიანად ისეთი მოძრაობა გააკეთო, როგორც თქვათ რეკლამით გეუბნებიან, რომ აი ინტუიციური ხელის მაჯა. არ არის ასე, რაღაც შეზღუდვები გაქვს შენ ამ მოძრაობებში, მაინც გაქვს შეზღუდვები, ოდნავ მეტი თავისუფლების ხარისხი გაქვს, მაგრამ როდესაც თქვათ ლაპარასკოპიული ქირურგი, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება, შემდეგ აკეთებს რობოტულ ოპერაციებს, ის ხედავს, რომ თქვათ კი რაღაცა შეიძლება უკეთესად გააკეთო, მაგრამ ისე რომ ბევრად მეტი, ისე რომ ბევრად უკეთესად არ არის ასე. ნამდვილად არ არის. ამიტომ რომ დაუბრუნდეთ აი ენდომეტრიოზ. ხო, აი დაუბრუნდეთ ზოგადად თქვათ. ხო, მაგრამ მაინც აი დავიწყოთ თქვათ ამ უნაყოფობის და ზოგადად ამ ფერტილობასთან დაკავშირებული. მაგალითად, საკვერცხის კისტისთვის არანაირი გამართლება ცხადია, რობოტს არანაირად არ აქვს. აბსოლუტურად საკმარისი არის ლაპარასკოპიულად გაკეთება, ოღონდ კარგად გაკეთება. რა თქმა უნდა. და ამიტომ ვუბრუნდები ამ საკითხს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იარაღი. იარაღს თუ არ გამოიყენებ კარგად და თუ არ იცი მისი გამოყენება, რაღაც ახალი იარაღი რომ მოგცენ, იმასაც უკეთესად, ანუ იარაღი არ გააუმჯობესებს, ვთქვათ, ოპერაციას, თუ არ იცი წესიერად გაკეთება, რაღაც პრინციპებია, ვთქვათ, საკვერცხე არ დაზიანდეს, როგორ არ დაზიანდეს და ასე შემდეგ. ის შეიძლება უარესიც კი იყოს, ვინაიდან იგივე რობოტს რაღაც შეზღუდვები აქვს, იგივე ინსტრუმენტების ენერგიების გამოყენებაში, იქ ძალიან ბევრს ვიყენებთ მონოპოლარულ ენერგიას, ვთქვათ, რობოტოქირურგიაში. საკვერცხეზე აკრძალულია მონოპოლარული ენერგიის გამოყენება. იქ მაკრატლით ვჭრით ენერგიის გარეშე და ვასწავლით, რომ საკვერცხე ძალიან მგრძნობი არის, არ უნდა დაიწვას. რობოტოქირურგიით ეს ვალდებულება გაქვს ენერგიით ჭრა, ანუ დააზიანებ, ამიტომ მეტი დაზიანების ხარისხი შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება და მე საერთოდ ვიმეორებ, მაგრამ ეს ჩემი სიტყვები არ არის. ქირურგია არ არის მარტო ხელი და იარაღი და ინსტრუმენტი. ქირურგია უპირველეს არის თავი, გადაწყვეტილების მიღება და სწორი პრინციპებით ოპერაციის ჩატარება. ამიტომ ამაზე ვაკეთებ აქცენტს. რობოტი თავისთავად არ გაუმჯობესებს შედეგებს, თუ სწორად არ კეთდებოდა თავიდან ლაპარასკოპიულად და პირიქით გარკვეული სპეციფიკის გამო შეიძლება უარესეც იყო. რაც შეეხება ახლა ღრმა ენდომეტრიოზზე, ეს არის უფრო ღრმად განლაგებული, ვიწრო სივრცეში განლაგებული, სადაც სწორი ინსტრუმენტებით ძნელია, მაგრამ როდესაც გაქვს გამოცდილება ამისი, ვაკეთებთ ხო რამდენი წელია ეკეთება ეს ღრმა ენდომეტრიოზზე ლაპარასკოპიულად, კარგი შედეგია ტკივილისთვის, კარგი შედეგი არის უშვილობისთვის, რაღაც მაქსიმალური ციფრები არის, თან ამას ემატება შემდეგ ხელოვნური განაყოფიერების კონტექსტი და ზოგადად ეს დღეს უნაყოფობის პრობლემები კომპლექსურად წყდება. ხო, მარტო ქირურგია არ არის, იშვიათია რომ მარტო ქირურგია იყოს, ეს სხვა რაღაცასთან შედარებით არის. ეხლა ღრმა ენდომეტრიოზის დროს ზოგჯერ გაქვს ესეთი შთაბეჭდილება, გრძნობა, რომ თითქოს უკეთესად რაღაცას მოძრაობას აკეთებ, თქვა სიტყვაზე. გრძნობ უპირატესობას, ხო, მაგრამ რის თქმა მინდა ტექნიკურად შეიძლება იქნო, მაგრამ შედეგი იგივეა. რასაც გააკეთებდი ქირურგისთვის, აი უფრო ნაკლები ენერგია გეხარჯება. არ არის ნაკლები ენერგია, არ გეხარჯება, ვინაიდან ცოტა განსხვავებული არის და ეს იმას დაუბრუნდები, როცა გამოცდილება გაქვს ლაპარასკოპიის, ცოტა გადაწყობა გჭირდება. ოკეი. ცოტა სხვანაირი მოძრაობებია, ცოტა იმის საწინააღმდეგო, რასაც წლების განმავლობაში შენ სწავლობდი და შენი ხელებია მიჩვეული. ცოტა სხვა მოძრაობებია, ამიტომ თავიდან პირიქით და მერე სხვათა შორის ცოტა უფრო აი ამბობენ, რომ ქირურგი ნაკლებად იღლება. ესეც დიდი ბოდიში, მაგრამ ასე მარტივად არ არის. რატო იღლება თითქოს ნაკლებად? ოპერაციის დროს დგევართ, ნებისმიერი ოპერაციის დროს, გასაგებია, რომ დგეხარ, დამღლელია, ასაკთან ერთად იღლები და მერე თუ ზიხარ, თქვათ, ეს ნაკლებად დამღლელი ითვლება ფიზიკურად, მაგრამ
რობოტოქირურგიის დროს ხარ გაყენულ მდგომარეობაში, ფიქსირებული. ამ სისტემებზე, ყოველ შემთხვევაში Da Vinci-ის და ჩინურ სისტემებზე ხარ ფიქსირებული ასე და გარყევის უფლება არ აქვს, ვინაიდან იქ არის სპეციალური გადამწოდი, რომ თუ გაარყევ თავს, მანქანა ჩერდება, რომ თვათ ის ჩათვლის, რომ შენ წახვედი. ხო, წახვედი და მანქანა უნდა გაჩერდეს, ხო? ამიტომ მე შენ გაიძულებს, რომ იყო მუდმივად ფიქსირებული. უფრო მეტად დამთრგუნველია მე ასე. კი და საინტერესო კვლევები არის, ეხლა ხო ვერ წამოვღებდი აქ კვლევებს, მე კვლევები არის, რომლებიც აჩვენებს, რომ მენტალურად უფრო მეტად იღლება რობოტოქირურგიის დროს. რატომ ეხლა გეტყვით? ძალიან მარტივია. ქირურგიის დროს უნდა შეიგრძნო რაღაცეები, ხო? ელემენტარულია. უნდა გასინჯო ხანდახან რაღაც თვალით აკონტროლებ და ხელით ქირურგიაში და რაღაცას დაინახავ და თვალით ეჭვიგა, ხელით მაშინვე აკონტროლებ ღია ქირურგიაში. ლაპარასკოპიაში ეს დაბლ ჩეკია, ხო? ლაპარასკოპიაში ამ სწორი ინსტრუმენტებით ნაკლებად გაქვს ეს შეგრძნება, მაგრამ მაინც გაქვს რაღაც შეგრძნება, ეს რბილია, ეს მაგარია, ეს ასე შემდეგ. რობოტოქირურგია ეს საერთოდ შეგრძნება არ არის. ვინაიდან შენ უშუალოდ არ ეხები პაციენტს, ეხება მანქანა, რომელსაც დღეს ამ შეგრძნების უნარი არ აქვს. გამოდის უკვე რაღაც ვერსიები, მაგრამ ეს ძალიან უხეში შეგრძნებაა. ძალიან უხეში შეგრძნებაა, აი როგორც მაგალითად თანამედროვე მანქანაში, მანქანა რო გამოხრუჭებს თავისით, ხო, რაღაც ასეთი შეგრძნებები არის, რომ ვთქვათ, რაღაც ზედმეტად თუ რაღაცა შეეხები, მანქანა ჩერდება და ამას გრძნობ უხეშად, ანუ ნატიფი შეგრძნება, ესეთ ვამბობ, ისეთ ვერსიებზე, რომელიც ჯერ არ არის გავრცელებული. ყველაზე გავრცელებულ ვერსიებში შეგრძნება ქსოვილების არ აქვს. მაშინ როგორ აკეთებ და მუშაობ მიუხედავად ამისა, მეტნაკლებად რაღაცას არაზიანებ, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ადამიანის გონება და ტვინი არის პლასტიკური და წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს, ანუ ხედვის და ვიზუალური ინფორმაციის ხარჯზე, თუნდაც ფერის, ქსოვილების, მაგალითად რომ გაჭიმავის ფერი სხვა არის, რომ მოუშვებს სხვა არის, ტვინი ამას აანალიზებს და გარდაქმნის აი დაჭიმვის ასე ვთქვათ, ვირტუალურ შეგრძნებაში. გასაგებია, რასაც ვამბობ, ხო? თითქოს გრძნობ, მაგრამ რეალურად ფიზიკურად კი არ გრძნობ, ტვინი გრძნობს ამას. და აღმოჩნდა არის სპეციალური სქემები, გამოკითხვები, რაღაც ფსიქოლოგიური რაღაც ისინი ტესტები არის, აღმოჩნდა რომ რობოტოქირურგიის დროს ტვინი უფრო მეტად იღლება. რაც არ ჩანს თავისთავად, მაგრამ თუ ჩაატარებ ასე ტესტირებას, ტვინი უფრო მეტად იღლება. რატო ვაკეთებ ამაზე აქცენტს? მე კი არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ ეს დეტალები საჭიროა იმის გარკვევა, რომ ეს რაღაც გარღვევა კი არ არის, ეს არის გარკვეული ტექნოლოგიური ნაბიჯი, რომელსაც აქვს რაღაც პატარ-პატარა უპირატესობები, მაგრამ რაღაც ისეთი რადიკალურად ვთქვათ, რომ ეს არის არა, ეს არ შეცვლის არანაირად ლაპარასკოპიას და ვინაიდან ჩვენ გინეკოლოგიის სფეროზე ვართ უფრო კონცენტრირებული, აი ღრმა ენდომეტრიოზს რო დაუბრუნდეთ, ну ასე არის ახლა დასავლეთში და საქართველოშიც მაინც ნორმალური ექიმი უნდა აზროვნებდეს და იყენებდეს რასაც თქვია მტკიცებითი მედიცინის მონაცემებს. ხო ასეა. ასეა და დღეს ვერ ნახავთ კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ თქვათ, რობოტოქირურგიით ჩატარებული ოპერაციები არის უკეთესი ლაპარასკოპიულზე. შეიძლება ხვალ იყოს, ზეგ იყოს, მაგრამ დღეს არ არის. ამიტომ არგუმენტად იმის თქმა, რომ ლაპარასკოპიაზე უკეთესია, არ გამოდგება. არ არის, არ არსებობს უბრალოდ კვლევა, არის ყველგან დემონსტრაცია, live surgery, რაღაც case report, რაღაც, მაგრამ დიდი მონაცემები. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც აი კლერმონ-ფერანში ჩავედი და პროფესორი ბრიუა იყო, ну, მე მგონი წინაზეც ვახსენეთ პროფესორი ბრიუა, რაღაცა ახალს რო გავაკეთებდით, ამ კლინიკაში ყოველთვის კეთდებოდა ახალი. რაც კი გინეკოლოგიაში გაკეთებულია, ეს არ არის ფეიკები, მოგონილი რაღაც ეიფელთან შედარება და რაღაცა, არა. ეს არის რეალური და ყოველთვის პროფესორი ბრიუა ამბობდა, მოიცადეთ, გააკეთეთ 100 და მერე თქვით. ასე არის, გაკეთეს უნდა 100 და მერე ვთქვათ, ხო, რაღაცა დღეს მაგალითად სფერო რომელიც მე მაინტერესებს ეს არის უროგინეკოლოგია, გამოვიდა წინა წლის ნოემბერში მეტაანალიზი და სისტემური რევიუ განხილვა, რაც ითვლება მტკიცებითი მედიცინის უმაღლეს პირამიდის უმაღლეს მწვერვალად, ხო? ამ შედარება იყო რობოტოქირურგია და ლაპარასკოპიული ქირურგია სტანდარტული პრომოტოფიქსაცია, რაც ვეძახეთ პროლაპსის კურნალობის შედეგებზე. უპერატესობა არ არის რობოტის და უფრო მეტი გართულებებია რობოტოქირურგიაში. ამას როგორ გავიქცევი, ხო? როცა ეს ვიცი, მე ხო ვერ ვეტყვი პაციენტს, რომ რობოტოქირურგიით გაიკეთებ, იმიტომ უკეთესია.
ვერ ვეთქვი ვინაიდან არ არის დღეს. საშუალება გაქვთ თქვენ. ორივე საშუალება არის ჩვენთან, მაგრამ მე მირჩევნია ლაპარასკოპიულად გავაკეთო, თან ამ საფუძველი მაქვს მტკიცებითი მედიცინიდან. შეიძლება ხვალ გაუმჯობესებს ტექნოლოგია, იგივე რობოტოქირურგია იცვლება, სულ სხვა რაღაცა შემოვა მალე, საერთოდ მაშინ უკვე ლაპარასკოპიისგან განსხვავებული იქნება. ეს არის მონოტროაკარი, ანუ ერთი ტროაკარიდან უკვე სულ სხვანაირი ინსტრუმენტები შედის, ერთი განაკვეთით, სულ სხვანაირად მუშაობს. ეს დღეს არის ხო, mono single port ქვია, რობოტი, ის კიდე გამართლებული იქნება. ანუ თუ დაუბრუნდებით, ვთქვათ, ენდომეტრიოზზე დღეს მონაცემები არ არსებობს. პროლაპსის მკურნალობაში უფრო მეტი გართულებებია. მიომექტომია ძალიან დიდი ბოდიში საერთოდ არანაირი გამართლება არ აქვს. მიომა ზომის მიუხედავად, ზომა არანაირი, არა, მაშინ საერთოდ დაუბრუნდეთ მიომების კურნალობას, ხო? ნუ საერთოდ ისეთი ზოგად რაღაცა ვთქვათ, რაზეც თათიას დამეთანხმება ალბათ, რომ ავტომატურად ყველა მიომას კურნალობა არ ჭირდება. სამწუხაროდ მესმის ხოლმე პაციენტები, მე მიკავშირდებიან იქაც და უკვე ეს აწყობილია წლების განმავლობაში, ხანდახან შეშინებული პაციენტი მიომა დამიდგინეს, სასწრაფოდ საოპერაციო, სასწრაფოდ ამოსაღებია, ხო, გამომიგზავნეთ, მაჩვენეთ 4 სანტიმეტრი, 5 სანტიმეტრი და რა საჭიროა დაშინება. საერთოდ ხელის მოკიდება ყველაფერზე ვეკითხები, რა გაწუხებთ პირველი. მიომა არ მაინტერესებს ჯერ, მერე ვნახოთ, რა გაწუხებთ. არაფერი არ მაწუხებს. გინდათ დაურსულება? არა. მაშინ არაფერი არ ჭირდება ამას. თუ ძალიან დიდი არ არის 8-10 სანტიმეტრი და თუ არ აწვება რაღაცას და დარღვევებია შარდის ბუშტის მხრიდან ძირითადად, არ ჭირდება ხელის მოკიდება. და რაც შეეხება ქირურგიას, თუ დღეს დარჩა, ვთქვათ, ჩვენება გახსნის ლაპარატომიის, ეს კიდე არის დიდი კვანძები, 12, 15, ბევრი კვანძი 10-20 ასე, ამას ჭირდება არანაირი უპირატესობა რობოტს არ აქვს, რობოტოქირურგია ისედაც უფრო გრძელია ლაპარასკოპიულზე. აქ კიდე უფრო რატო არის გახსნა დღეს საჭირო, ვინაიდან ძალიან გრძელია და არანაირი მოგება არ აქვს. თქვა დიდ კვანძებზე და იგივე დიდ კვანძებზე რაშია საქმე, ეს არის გეომეტრიის საკითხი. დიდი კვანძი მუცლის რუს იკავებს თლიანად და იქ ვერ მიუდგები. გინდა ლაპარასკოპიით, გინდა რობოტით. ადგილი არ არის. ვერანაირად ვერ მიუდგები, ვერც ლაპარასკოპიით, ვერც რობოტით. იქ გახსნა საჭირო, ამიტომ არანაირი ჩვენება დიდი კვანძის დროს მრავლობითი არანაირი. სუბმუკოზური მით უმეტეს. არა, სუბმუკოზური ეს გისტეროსკოპი არ რჩება, ხო? ნახევრად ინტრამურალური ღრმა? არა. ლაპარასკოპიულად კეთდება მშვენივრად. რომელიც უფრო კედელშია, თვითონ საშვილოს ერთადერთი შეიძლება კიდე დაუბრუნდეთ ახლა მთათასაც არ არის, შეიძლება ლაპარასკოპიულად უფრო რთულია კერვა, განსაკუთრებით როდესაც არაა გამოცდილება. რობოტოქირურგიით მაინც ოდნავ უფრო ადვილია. უფრო ადვილია კერვა, მაგრამ როდესაც ადარებ, ვთქვათ, გამოცდილ ლაპარასკოპიულ ქირურგს და ვთქვათ, რობოტოქირურგს, მშვენივრად კერავს ლაპარასკოპიითაც ქირურგი, ასე რომ ეს ისევ და ისევ არა, სისხლის დანაკარგი ვერანაირად ვერ იქნება განსხვავებული, ისევ და ისევ ლაპარასკოპია. ვერანაირად ვერ იქნება. სისხლის დანაკარგი დამოკიდებულია ტექნიკაზე, როგორ აკეთებ. დღესაც გავაკეთეთ დიდი კვანძი, ხო, 8 სანტიმეტრიანი. იქ ჭირდება სიზაროებს დროებით გადაკეტვა, ამის გამოა ნაკლები დანაკარგი. დანარჩენი ვერანაირად განსხვავება არანაირი არ არის. აქ იარაღი იცვლება, ინსტრუმენტი იცვლება, ერთადერთ შეიძლება კერვა, მაგრამ ვიმეორებ კერვაც ეს პრობლემა პრინციპში არ არის. იმიტომ რომ ამ საკითხს ვუბრუნდები, ეს ძველი საკითხია, ამას დიდი ხანია განიხილავენ, რომ კერვაში შეიძლება რაღაც უკეთესად კერავ, მაგრამ კერვას ჭირდება, კერვა არის ბაზისი, ხო? აი ლამის ქვის ხანის ადამიანები და ხანდახან რომ აჩვენებენ რა თავის ქალებზე ტრეპანაცია რაღაც, კერავს ადამიანი დიდი ხანია, ხო? და კერვა არის საბაზისო რამეს, რასაც ჭირდება ვარჯიში და სულ ამას ვიმეორებთ, რომ თუ მანქანას ყიდულობ 2 მილიონიანს იმისთვის, რომ რაღაც უკეთესად გაკერო, ამ 2 მილიონის ხარჯზე შეიძლება ათასობით ექიმი და სტუდენტი სასწავლო კერვა, ხო? რა თქმა უნდა. მე ერთ რამეს გავიმეორებ, არა ვარ ტექნოლოგიის წინააღმდეგი, მაგრამ აი გაზვიადებული რო ეს განსაკუთრებული უკეთესი და რაღაცა არ არის ასე. მონაცემები არა გვაქვს დღეს. ხვალ შეიძლება იყოს. იცი შენ ჩემი კოლეგა სოფლიოში ალბათ ყველაზე კარგი, ყველაზე ძლიერი ქირურგი, ლაპარასკოპისტი არნო ვაჭიეზი.
არნო ვაწიეზი აწყობს ასე ცნობილ უკვე კონგრესი არის მე-11 იყო დუბაიში, იქიდან ჩამოვედი ენდო დუბაი და თვითონ არაკეთებს და ზუსტად ამაზე ბევრს ლაპარაკობ და ვიღაცამ კითხვა დაუსვა დიდი მოემის დროს, რა ქვია, გამოსვლის დროს და საჯაროდ უპასუხა, ეს არ არის არც სამედიცინო საკითხი, რობოტოქირურგია, ეს არ არის არც ტექნიკური საკითხი, ეს არის ეთიკური საკითხი. ეთიკური რა თვალსაზრისით, რომ ღირს თუ არა ამდენი თანხის დახარჯვა დღეს 2 მილიონის, ვინაიდან იმ სამყაროში ძირითადად დავინჩი არის ძვირი, არაჩინური, ღირს თუ არა ამ თანხის ჩადება ისეთ რაღაცაში, რასაც შეიძლება შენ მარტივად გააკეთო, მარტივად ეს კი არ ნიშნავს, რომ ცუდად. მარტივი ინსტრუმენტებით, გამოცდილი ინსტრუმენტებით გააკეთო და პაციენტისთვის იგივე შედეგი იყოს. ეს ეთიკური საკითხია. არა ტექნიკურ ტექნოლოგიურ. და თანხობრივად, აი მაგალითად ეს სახელმწიფო აფინანსებს ჩვეულებრივად. იქ აფინანსებს, ცხადია არის რობოტები ყველგან არის, იმიტომ რომ კიდე ერთი საკითხი არის, ყველაფერი ხო გადაბმულია. ჩვენ ვართ გინეკოლოგები და გინეკოლოგიაში გამოყენება გვაინტერესებს და აი გინეკოლოგიაში მართლა რაღაც უნდა ძალიან მიაბარო, თქვა რომ უკეთესია. ნუ კარგი, ხო, კარგი, უკეთესია რაღაცა შეიძლება, მაგრამ ისე მოგონილი არგუმენტებით, ხო? არის მაგალითად გარკვეული სფეროები, სადაც ამან შეიტანა დიდი ცვლილებები, მაგალითად სილძარթვა ქირურგია. სილძარթვა ქირურგიაში კეთდებოდა დიდი განაკვეთი, მაგალითად არის ასეთი პათოლოგია, აორტის ანევრიზმა, როდესაც ხდება ამის შუნტირება სპეციალური პროტეზით, ჩანაცვლება რაღაცეები და იქ ძალიან ბევრი კერვა ხდებოდა ხელით ადვილია, ლაპაროსკოპიით იცოდა ვინაიდან მაინც განაკვეთი არის ძალიან დიდი და ტრამვულია ეს ოპერაციები. ლაპაროსკოპიულად კერავდნენ, მაგრამ მაინც ძნელი იყო და დღეს ჩვენთან არის ძალიან კარგი ქირურგი სილძარթვა, რომელიც მარტო რობოტით აკეთებს და ხშირად ვლაპარაკობთ. შეცვალა ამან თლიანად. სილძარթვა ქირურგიის შეცვალა, იმიტომ რომ განაკვეთებია ისეთი, როგორც ლაპაროსკოპიის და კერავს უკეთესად. ნეიროქირურგიაში არის კვლევები რაღაც ხერხემალზე, მაგრამ იქაც ხერხემალი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ხერხემალი ღია არის და იქ სიღრმეში არ მუშაობ, ისე იქისაც მიუდგები გახსნილით. რაღაც არის კვლევები, შეიძლება თორაკალურ ქირურგია ძალიან საინტერესოა. თორაკალურ ქირურგიაში ვითარდება ლაპაროსკოპია, ვინაიდან უყურებს შიგნით ღრუში და იქ გაფართოება გაზიდგაბერო არ ჭირდება, იქ უკვე გაბერილია, მაგრამ იმ პატარა სივრცეში, თქვა ლაპაროსკოპიული ინსტრუმენტები ძნელი იყო მუშაობა. იქ დავინჩის ეს მტევანი ხელოვნური უკეთესად აკეთებს რაღაცეებს. ანუ თორაკალურ ქირურგიაში სადაც ლაპაროსკოპიულად კეთდებოდა, აშკარად უკეთესია ლაპაროსკოპიაც. სილძარթვა ქირურგიაში უკეთესია, ზოგად ქირურგიაშიც მეტნაკლებად რაღაც კიბოს ნაწლავის რაღაც იქ რთული ეტაპებისთვის უკეთესია, გინეკოლოგიაში დღეს რაიმე დიდი უპირატესობა არ არის ახლა. ვერ მოვიგონებთ ახლა, ვერ მოიყვანს ვერავინ საპირწონე არგუმენტად, რომ არა ასე არ არის ლიტერატურაში. არ არის დღეს. აქ კერძო კლინიკებია უმეტესად და როგორც მე ვიცი, თითქმის საქართველოში როგორც მე ვიცი, თქვენ მოგეხსენებათ, შესაბამისად ეს პაციენტის კისერზე გადავა ეს თანხაც აბსოლუტურად, იმიტომ რომ თვითონ ყიდულობს კერძო. მე პატრონე, ასე რომ ამიტომ ამბობს ამას ვაწიეზე, რომ ეს არის ეთიკური საკითხი და ნუ ზოგადად ახლა მე არ მიყვარს და თათია მიცეს ახლა პაციენტი რატო უნდა მოატყუო და პაციენტს რატო უნდა თქვათ უთხრა რომ ამითი უკეთესად გააკეთებ, ხო? ვერ გააკეთებ უკეთესად გინეკოლოგიაში ერთადერთი, ეხლა ყველაფერი ესე არის მართლა მარტივად არ არის. ონკოლოგიაში შეიძლება, ვთქვათ, კონკრეტულად ჩვენთან კეთება ძირითადად ენდომეტრიუმის კიბოს დროს. რატომ ენდომეტრიუმის კიბოს დროს? თვითონ ენდომეტრიუმის კიბოს ქირურგია ძალიან შეიცვალა. დღეს არის ეგრეთ წოდებული სასიგნალო ლიმფური კვანძი. სასიგნალო ლიმფური კვანძი, რომელსაც ფლუორესცენციით დაინახავ, იმას აიღებ და დიდი ლიმფადენექტომია აღარ კეთდება დღეს. ლიმფური კვანძების მოშორება აღარ კეთდება, ვინაიდან ტრამბულია, ამას გართულებები მოყვება და საჭიროება არ არის ეს სასიგნალო ლიმფური კვანძი, ეს ფლუორესცენცია, ანუ ანათებს და იმას ხედავ და იმას ამოიღებ. ლაპაროსკოპიაში ეს ვიყენებ და რობოტსაც დავინჩის აქვს ეს. ფლუორესცენცია ამ კვანძს აიღებ და ეს საკმარისია. დანარჩენი არის საშვილოსნოს ამოღება, ექსტირპაცია. ოღონდ მთავარი მომენტი არის ის, რომ ენდომეტრიუმის კიბოთი პაციენტები ხშირად არიან ჭარბწონიანები. და ჭარბწონიანი პაციენტებთან შეიძლება ითქვას იბრძვი ასე ლაპაროსკოპიის დროს და მართლა უფრო დამღლელია. და ენდომეტრიუმის კიბოს დროს
ნაკლებად დამღლელია მართლა ქირურგისთვის ასეთი ჭარბწონიანების ოპერაცია რობოტით. მაგრამ ისევ და ისევ ეს განსხვავებაა, თორე ვერავინ ვერ მოიყვანს იმის მაჩვენებელს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია რობოტოქირურგიის მერე, რომ ვთქვათ ნაკლები რეციდივია და ასე შემდეგ და უფრო ნაკლებად ტრამვულია? არ არის ნაკლებად ტრამვული, ვერ იქნება ნაკლებად ტრამვული. და მაგას ვიძახი, მეც რაც ვნახე კვლევები ახლა ხომ მომიზადე. ნამდვილად ვერ ვნახე ჩვენ დარგში, დანარჩენი ახლა თქვენ უკეთესად იცით და ამიტომ ვინდან ეს აბსოლუტურად დააწვება პაციენტს გადასახადი და იქნება ორჯერ ძვირი თუ სამჯერ არა. რა თქმა უნდა, სიძვირე მოდის თავიდან ეხლა თვითონ რობოტი ღირს ძვირი და აი რო შევადაროთ, მაგალითად ერთი რობოტი, ხო, სიტყვაზე, რასაც ქვია, დანადგარი, დიდი ასეთი ხრებით და ასე შემდეგ. არ ვიცი, შინურის ფასი არ ვიცი, იმიტომ რომ ამასაც ხო ის რა ქვია, ემსახურება ქირურგი. ქირურგი ხო დგას იქ. კი, მაგრამ მე რის თქმა მინდა, აი ამის ფასი ნამდვილად ასე არის 2 მილიონი ევრო. და პლუს მომსახურება 200,000 წელიწადში სავალდებულო, ამას ვერ გაიქცევი, ხო? იგივე რომ შეადარო ერთი ასეთი ენდოსკოპიური თანამედროვე 3D, ის მილიონი კი არა, 200-300,000 და ყველაფერი რაც არსებობს დღეს რომ იმითი გატენო 500,000-ზეც ვერ გაკაჭავ. ანუ 200,000 ევროთი იგივეს შეგვიძლია გააკეთო, რასაც აკეთებ ერთი მომენტია კიდე გასათვალისწინებელი. ინსტრუმენტები არის ნახევრად ერთჯერადი. ვინაიდან ტექნოლოგია ცვდება, ტექნოლოგია სულ არის შესაძლებელი. ტექნოლოგია ეს ინსტრუმენტები რობოტოქირურგიის ცვდება. აუცილებლად ისინი შესაძლებელია 10, 15, 20 გამოყენების შემდეგ. და ესეც უნდა ითქვას რაღაცეები, მე მგონი ძალიან ბევრ რაღაცას არ ვამბობ და ეს არის დანაშაული. უნდა ითქვას აუცილებლად. მაგიტომ ვარ ჩვენ აქ. ძალიან გავრცელებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთჯერადი ინსტრუმენტების მეორად გამოყენება. ასეა. მაგალითად ეს მე რო ავუხსნა ფრანკ ახალგაზრდას, ის ვერ გაიგებს. წარმოუდგენელია, ერთჯერადი ინსტრუმენტი არის იმისთვის, რომ ის ერთჯერადია. ერთჯერადი არის იმისთვის, ის ვერ გასტერილდება. სტერილიზაციის შემთხვევაში ის იშლება. ფუჭდება, საშიში ხდება და წყაროა ინფექციის. როგორც არ უნდა გაასტერილო, ის ზიანდება, იმიტომ რომ ერთჯერადი თუ არის, ის იაფია. იაფი თუ არის, ის ვერ უძლებს სიცხეს, ის ვერ უძლებს ქიმიურ დამუშავებას. მაგრამ მე ხო არა ვარ ციდან ჩამოვარდნილი, ვიცი, ყველგან ასე არის, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთჯერად ინსტრუმენტებს არის ადგილები, სადაც არ კეთდება, მაგრამ მაინც არის ადგილები, სადაც თქვათ ერთჯერადაც იყენებენ 10-ჯერ, 20-ჯერ, სანამ საერთოდ არ დაიშლება. ხო, მტრად არ გადაიქცევა, ხო? და ვიცი რომ ეხლა საქართველოს ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ ეს რუსეთში იყო ადრე, იგივე უკრაინაში შემოვიდა ადრე საქართველოზე და უკრაინასთან მქონდა კონტაქტი, იქ რომ ვეუბნებოდი, ამბობდნენ, ხო, ეს რა პრობლემაა. იმას ჩიპი აქვს თავის ჩადგმული, რომ 10 გამოყენების მერე ვეღარ გამოიყენებ, მაგრამ ეს ხო იცით, რომ ყველაფრის გადაკეთება შეიძლება და ატყუებენ ამ ჩიპს. მაგალითად, აპარატს არ გამორთავ და თუ აპარატს არ გამორთავ ის ითვლის რომ იგივე გაკეთებული ის ოპერაცია. იგივე ეს დავინჩის აქ ცენტრალიზებული კლაუდი, ღრუბელი და იქ ის ითვლის რამდენჯერ გამოიყენეს და ამასაც რაღაცნაირად ახერხებდნენ რომ ეს მოეტყუებინათ, ხო? და ნუ ეხლა თუ ეს ასე მოხდა, იმიტომ რომ ძვირია ეს ინსტრუმენტი, ნახევრად ერთჯერადი, ხო და თუ ბოლომდე მიყევი საჭიროებას, მაშინ კიდევ უფრო ძვირი იქნება. მაგას ვიძახი და ამიტომ ეს გასათვალისწინებელია. არანაირად მე წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ არ არის საჭირო რაღაც იმის მოგონება, ფეიკების შექმნა. წინააღმდეგი გაქვს კლერმოფერენში. არა, მაგაზე არ არის. ხო, რატომ უნდა იყოს წინა აქაც თუ დადგავენ იმუშავებთ. არა, რა თქმა უნდა, თუ დადგავენ მეც ვიმუშავებ, მაგრამ ისევ და ისევ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე რაღაცას მე გავაკეთებ ისე, როგორც ვაკეთებდი დღემდე და თუ უკეთესად გამოვა, მაგრამ ვიმეორებ ამას, რობოტი არ შეცვლის ქირურგს და ქირურგზე უკეთესად არ გააკეთებს. მაგიტომ მინდა თქვენ მიმწუთში გთხოვე, რომ რაღაცა ბოლო პერიოდში აი მასიურად წამოვიდა, რომ აი რევას დაურეკე, კითხე, მიწერე, ბევრი პაციენტი მეკითხება, რომ აი 6 სანტიმეტრიანი კვანძი მიომარგინა თუ არ ვიცი და ამიტომ ვეუბნები, აი ჩამოდის ყოველ სამთვეში უკვე შევაგროვებ კონსულტაციებზე, მიბძანთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ აპარატი რომც დაიდგეს დავინჩი და უკვე იდგმება, შეიძლება მალე იქნება ბევრ კლინიკაში, ხო და რევას ყველგან გზახსნილი აქვს. მიიპატიჟე, არ გააკეთებს თუ არ არის საჭირო, ვიცი ზუსტად და ნუ მაშინ წავალთ.
გვაქვს ამას ვერ ვაგებინებ რომ გვაქვს საშუალებაზე არ არის რომ არ არის უპირატესობა ანუ არც იმისთვის რომ თქვენი რეზულტატი უკეთესი იყოს შვილოსნობის რაც ჩემი საკითხია აბსოლუტურად არ იცვლება და თუ რევაზი გადაწყვიტავს და იქნება საქართველოს ჩვენც გავაკეთებთ რა თქმა უნდა ჩემთვის ეს ყოველთვის იგივე დღეს ძალიან ვრცელდება მსოფლიოში და არ ვიცი ზოგჯერ ისე აგდებულად უყურებენ რაღაც ეს ეკოლოგია რაღაც არა არის ასეთი საპასუხისმგებლო ქირურგია ანუ თუ იგივე საფრანგეთში კი ვთქვით რომ ერთჯერადი შეგიძლია არ გამოიყენო ეს დღეს ტენდენციაა რომ არ უნდა გამოიყენო მეტყვი რომ ეს ყველაფერი ხარჯია ბუნებაში ბინძურდება და ასე შემდეგ დღეს ძალიან ვრცელდება ეგრეთ წოდებული მწვანე ქირურგია ანუ ძალიან ვაზიანებთ ბუნებას აი ამ გადაყრილი რაღაცეებით ერთჯერადით ბევრი არასაჭირო ხარჯებით ქირურგიაზე ვლაპარაკობ. ეგ ევროპაში, სწორედ ჩვენ ბევრი რამით ვაზიანებთ. არა, ხო და ამას ვამბობ და ეს დღეს ტენდენცია და მე ძალიან მომხრევ არ ამისი. ძალიან მომწონს თუ არ არის საჭირო რაღაც რომ არა ეს არ მინდა ის მომენტი რაღაც არის. ხოლმე ეს არა მაქსიმალურად უნდა გამოიყენო რაც გაქვს და ისევ და ისევ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე რომ თქვათ უარესად არა პირიქით აი ეს არის რომ გონია რომ რაღაც ახალი ძვირი უკეთესად არა ძვირი არ ნიშნავს საქართველოში ძალიან აიტაცა ხო რაღაცა ძვირი ინსტრუმენტი უკეთესად გააკეთებს ოპერაციას გახდება ჯერ არა ხო და ამიტომ თუ შეიძლება ფიქრი ამაზე ეკონომიაზე ისე კი არა რომ უარესად გაკეთდეს პირიქით ისეთივე კარგი ხარისხით გაკეთდეს და უცებ ამხელა ავარნა ფასის როცა იგივე შედეგია ჩემთვის ეს მართლა გამომართლებელი არა ისეთ ადამიანი ხა შეიძლება არ მოეწოდოს რეზოს არ უყარს კი მაგრამ როცა რევაზ ბოჭორიშვილი ყავს და თან ესეთი საუნივერსიტეტო კლინიკიდან სადაც ყველაფერი ანუ ახალი იწება ამ კლინიკაში შეგვიძლია ეს კაცი მანამდე მოვიწვიოთ და ვკითხოთ ხო მაგას ვიძახე კლინიკები გაერთიანდნენ ეს ქირურგები რა ვიცი ხა ცუც არაფერს არ მიიღებენ აქედან და მე მგონი აუცილებელი ამაზე გაითვალისწინონ და დაფიქრდნენ სანამ დავიჭირს და 5 მილიონიან ზოიმებს და არა თუ იქნება იქ სადაც მე მუშაობ თქვათ და მე მზათა ვარ შემიძლია ვიმუშაო მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პაციენტს უთხრა მაინც და მაინც ამაზე უნდა გაგიკეთოთ ტრენინგია საჭირო ამ პაციენტების არა პაციენტის კი სამწუხაროდ არიციან პაციენტებმა და ამიტომ არ მიყვარს მე რომ აი რაღაცით აბაიბურებენ რომ აი რახან რობოტია ანუ ეს განსაკუთრებული იქნება და აი რახან ახსენე ეს ცოტა ისე ისტორიას რო დაუბრუნდეთ მართლა ჩვენ კლინიკაში რაც კი არის პირველი ასეა ნუ იქ დაინერგა და ყოველთვის ტექნოლოგია გვაინტერესებდა და სადღაც 2000 პირველი წელი იყო საფრანგეთში შემოვიდა რობოტი ნუ მაინც ამერიკიდან მოდის ამერიკული ფირმაა და იქ მოედო ჯერ ამერიკაში უროლოგიაში განსაკუთრებით და ისიც სხვა შორის იმის გამო რომ უროლოგები ლაპარასკოპიას არ აკეთებდნენ და ლაპარატომიიდან გახსნილი ოპერაციებიდან გადავიდნენ რობოტზე და აღმოაჩინეს რომ ძალიან კარგია მაგრამ ცხადია ლაპარატომიასთან შედარებით ნაკლებად ტრამბულია ვინაიდან მაგათ არ კონდათ კულტურა ისტორია ლაპარასკოპიის და ცხადია შედარება არ არის ლაპარატომიასთან მაგრამ გინეკოლოგიაში ლაპარასკოპია განვითარებული იყო ძალიან და ამიტომ რობოტი ჯერ ერთი არც იყო და უბრალოდ ისეთი ოპერატესობა თავიდანვე არ ქონდა ხო და რის თქმა გვინდა რომ გავიგეთ რომ ეს რობოტია პირველი საფრანგეთში რობოტი გაჩნდა ბორდოში იყვნენ ძალიან ცნობილი ლაპარასკოპისტი უროლოგები პიეშო და გასტონი იმათთან გაჩნდა იმათ ვიწვევდით ლექციებს გვიკითხავდნენ და 2001 წლიდან უკვე ეს ვიცით და მე ერთხელ გადავწყვიტეთ იქ რეზიდენტები როდესაც ამთავრებენ და უნდა გახდეს ექიმი გადის სადიპლომო კი ქვია მაგრამ სადიპლომოზე უფრო მეტი ნაშრომი არის ლამის საკანდიდატოსავით არის და ეს როგორც წესი კლინიკური რაღაც მათ შორის შეიძლება რაღაც ესეთი ლიტერატურის მიმოხილვა და სწორედ ერთს ვთხოვეთ რომ აი რობოტი ახალია და რობოტზე უნდა გააკეთო შენი ის რაც არის მონაცემები ყველაფერი მაგრამ რობოტი ჩვენ არა გვაქვს და ჩვენ ერთ ცნობილ კოლეგას ქონდა რობოტი ჟენევაში და სპეციალურად ჩემ მანქანით მახსოვს წავედ კლერმონიდან ჟენევაში ერთ დღე დავჭით ვუყურეთ რობოტს ასე ვუყურებდით იმან თავისი მოგვიყვა რაღაცები კონტაქტები მოგცა ლიტერატურა და მე ვიყავი ამ თემის ხელმძღვანელი 2001 წელს ანუ იმ პერიოდიდან რაღაც ასე თუ ისე ჩართული ვარ და რაღაც ლიტერატურა მაინც მაინტერესებს და ეხლა გაჩნდა ჩვენთან უკვე რამოდენიმე წელია ჩვენ სასწავლო ცენტრში გვაქვს სიმულატორი ვირტუალური ვინაიდან სწავლება ზუსტად რობოტის
სიმულატორი შეიძლება ზუსტად ისეთივე არის გარედან აი ეს ხელის რაშიც ყოფ ხელს ქართულად რა ქვია აი ჯოისტიკის მსგავსი რაც აქვს რეალურ რობოტს და დანარჩენი არის ვირტუალური მაგრამ სავარჯიშოდ მოძრაობების არის იდეალური და ნუ არ მიყვარს რა აი განსაკუთრებული პირველი მაგრამ ჩვენ ვართ ერთი ხელი გიგრძნობა აი ხელს არა ეს თითებს ყოფთ ანუ აგრძნობთ თითებს ის რომ მოძრავებს არა ამას ხედავ შენ ვერ ხნობ ვერანაირად ვერ ხნობ თვალით ოპერაციული ნაწილები რაღაცა შეხებები არა აი მას გითხარით ეს აქვს გარკვეულ თაობას მაგრამ ამას არ აქვს ორი თითით გაქვს ჩაყოფილი და ერთი თითით კიდე რაღაც მოძრაობებს აკეთებ და კიდე რაღაცეებს აკეთებ ფეხით ხო და რისი თქმა მინდა ჩვენი ცენტრი არის დღეს ერთადერთი რომელსაც ეს აქვს ეს ვირტუალური სიმულატორი და შეიძლება ვარჯიში და უკვე ჩამოდიან ვარჯიშობენ ჩვენთან და გარკვეული სერტიფიკაციაც პროგრამა არის ამ რობომიმის სიმულატორის პროგრამაში გარკვეული სერტიფიკაციის ანუ დაინტერესებული ვართ ამითი ვავითარებთ წინ მივდივართ უპირატესობას ვერ ხედავთ გინეკოლოგიაში არა მაგრამ ვემზადებით და ზუსტად არათუ უპირატესობას რაღაცეებს რომ ხედავთ იგივე ამ წარმოებლებთანაც მუშაობთ იმათაც ჩვენი აზრი აინტერესებს ზუსტად რაღაცას რომ ვამბობ ნეგატიურს ეს იმისთვის რომ გააუმჯობესონ ხო იმიტომ რომ თუ რაღაცა არ დაინახე ნეგატიური ამიტომ თანამშრომლობენ ჩვენთან რომ კრიტიკული ხედვა თუ არა გაქვს და ისე უბრალოდ აითვისე და მოგცეს და რახან ძვირია და ამითი ეს გამოიყენო კომერციული მიზნით და მარკეტინგის ეს არ არის სერიოზული ყოველ შემთხვევაში ჩვენი გუნდის მიდგომა ასეთია ძალიან დიდი მადლობა და ერთი კიდე მინდა რობოტულ ქირურგიასგან განსხვავებით მოკლედ ბოლოს აუცილებლად ემბოლიზაციის საკითხზე. ანუ საშულოსნოს მიომის ასე რომ ვთქვათ, მოშორება. ხო. მიომექტომია ემბოლიზაციის გზით. აი როგორ უდგები ამ საკითხს რა მნიშვნელობით? ვისაც ისიც გარკვეულ სიტუაციებში როგორც იტყვი, რა უნდა პაციენტ შემდგომ? ესე იგი, ესეც საინტერესოა ეს დამთხოვება ალბათ ემბოლიზაცია მიომების გაჩნდა საფრანგეთში. იყო ასეთი რენტგენოლოგი, რადიოლოგი უბრალოდ რავინა, რომელმაც ეს შემოიღო სადღაც ასევე 2000 წლის დასაწყისში 90-იანების ბოლოში. ანუ რა არის ემბოლიზაცია? მარტივი ასახსნელი რო იყოს ფიბრომას ანუ მიომას აქვს თავისი მკვებავი სილძარღვები, ხო? ეს სილძარღვები შიგნიდან იხშობა რენტგენოლოგიური კონტროლით შედიან დიდი სილძარღვებიდან, როგორც წესი ბარძაყის, რენტგენოლოგიური კონტროლით, ხედავენ შეხავთ. რადიოლოგია აკეთებს. რადიოლოგია ამას შესაძლოა. მაგიაზე ვგიჟდები, ხო, არა, ქირურგია არ აკეთებს. ამას ესე იგი შედის რენტგენოლოგი შედის კათეტერით, მერე უშვებს ემბოლები ქვია, პატარა ბურთულაკები, რომლებიც დაახშობს სილძარღვს. და კვტება ისეთი უხეში სიტყვა, ანუ მცირდება სისხლის მიმოქცევა და ნუ შეიძლება ითქვას ეს ჭკნება ან განიცდის ნეკროს, ანუ ქსოვილი მცირდება ძირითადად და ჭკნება. იმის არტერიდან შედის, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. არა, ქვემოდან შედიან ბარძაყის არტერიდან შედის, მერე პირდაპირ იმის კვებავში თუ ჯერ გაივლის. არა, მიდის სადღაც რა ქვია საშულოსნოს არტერიამდე და იქ და მერე ესეც არის ძალიან დიდი სირთულე რომ ზუსტად უნდა გაკეთდეს კარგად ვინაიდან ნუ ვიტყვით ამ ყველაფერს თუ ზუსტად ის სილძარღვები ესე იგი ჯერ უშვებენ კონტრასტს ანუ სპეციალურ იმას ხო კონტრასტია ჩანს ეს არის სპეციალური პრეპარატი არის რომელიც აჩვენებს რომ ეს არის სილძარღვე ხო აშუქებს კონტრასტირება ხდება გულის სილძარღვების და ამ შემდეგ, ხო? ეს კონტრასტს შეუშვებენ სხვა სილძარღვებში, რომ ნახონ რომელი მიდის ამ კვანძთან, ხო? და ის სილძარღვე უნდა დაახშო. თუ ის სილძარღვე არ დაახშე, რისკი არის რომ მაგალითად საკვერცხის სილძარღვები დაიხშოს. საკვერცხის სილძარღვე თუ დაიხშო, ეს არის საკვერცხის ატროფია და ეს არის კატასტროფა, საერთოდ დაყოფილება შეუქცევადია. იგივე არის იშვიათად ადრე უფრო იყო ეხლა ნაკლებად თლიანად საშვილოსნოს ნეკროზი. ჩვენ გაგვიკეთებია გისტერექტომია, საშინელი სანახავია, თვითონ თლიანად საშვილოსნო არის დანეკროზებული და არის მტკივნეული და ასე შემდეგ. ანუ ამასაც გარკვეული გართულებები აქვს, ამის გამო დღემდე ითვლება, რომ თუ ჩვენება არის ნაყოფიერების პრობლემები, ვთქვათ, კვანძი უშლის,
ან ორსულობის დადგომას, ან განსაკუთრებით მის განვითარებას და მუცლის მოშლა იყო და ასე შემდეგ, ემბოლიზაცია ნაჩვენები არ არის. ემბოლიზაცია ითვლება საშვილოსნოს ამოღების ალტერნატივას. თუ ერთადერთი გამოსავალი არის ამოღება იმის გამო, რომ სისხლდენები აქვს პაციენტს, მაშინ შეიძლება, მაგრამ მოდიან ჩვენთანაც პაციენტები სისხლდენით და ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ აი ემბოლიზაციაზე რას ფიქრობთ? მე ვეუბნები, რომ ემბოლიზაცია არის ეს, მაგრამ მე ვერაფერს ვერ გეტყვით, ვინაიდან სწორედ ჩვენ მუშაობთ ჩვენ რადიოლოგებთან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას ზოგიერთი კვანძის ემბოლიზაცია შეიძლება გაკეთდეს, ზოგიერთი კვანძის ვერ გაკეთდება, მაგრამ გადაწყვეტილებას რადიოლოგი იღებს. მე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. ეს არც ესწრებით ქირურგები? არა, არ ვესწრებით. ჩვენ არა, ვუშვებთ. კი, ყველა ვარიანტი ჩვენთან ბრუნდება ეს პაციენტი, ზოგჯერ ჩვენთან წევს, გადაყავთ რენტგენოლოგიის განყოფილებაში, მერე გადმოდიან ჩვენთან და ჩვენ ვაკვირდებით. ანუ ჩვენ ნახულობთ, ჩვენ მიყვავს მერე, მაგრამ პროცედურას რეაბილიტაციას ხო თქვენ? ხო, აკეთებს რენტგენოლოგი. თუ გადაწყვიტავს, ზოგჯერ გვირეკავს, რომ არა, ამის გაკეთება არ გამოვა და ამიტომ არ ღირს, მაგრამ ზოგადად ეს უფრო იყო მოდა ადრე და ეხლა შემცირდა. იშვიათია ზოგჯერ პაციენტი თუ ითხოვს ვინაიდან დღეს უკვე დაგროვდა მონაცემები, მაინც დაახლოებით 25-30% მაინც რეციდივია და მაინც მთავრდება გისტერექტომიით. ასე რომ ხო ვუყურებთ მე ტენდენციას, იყო ერთი პერიოდი, სადაც 10-15 წლის წინ მოდა. დღეს არის ნიშა, ანუ კარგია თუ ეს არსებობს და იცი, ზოგიერთ პაციენტთან გამოსავალი ეს არის, ვინაიდან თქვათ ქირურგიული ჩარევა უფრო სარისკოა, სხვადასხვა პრობლემების გამო და ეს არის გამოსავალი. ყოველთვის კარგია, როდესაც ასეთ რაღაცები არსებობს, მაგრამ მთლიანად არ ცვლის, ხო? და რაც შეეხება შვილოსნობას, ჩემთვის წარმოუდგენელია პაციენტს კონდეს პრობლემები კვანძის გამო, შვილოსნობის კვანძის გამო და ეს ემბოლიზაციას გაუშვა, ეს არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ არის ორსულობები, მაგრამ ეს არის ერთხეული შემთხვევები, case report და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის გამონაკლისი. ამ შემთხვევაში არ არის არანაირი გამართლება. სისხლდენის დროს შეიძლება ეს იყოს შეთავაზებული როგორც ალტერნატივა. ემბოლიზაცია საერთოდ არის ფანტასტიკური რამე, რამაც შეცვალა მაგალითად სამიანო პრაქტიკა. ხო, სამიანო სისხლდენების დროს ეს არის ქალის გადამრჩენელი, ვინაიდან არის ზოგჯერ ისეთი მძიმე სიტუაცია, რომ იქ ქირურგიულადაც ვერ გააკეთებ ვერაფერს, ვერ მოასწრებ. ემბოლიზაცია დღეს ცვლის, ეს არის პროტოკოლში, თუ ფარმაკოლოგიურად ვერ შეჩერდა სისხლდენა, ვთქვათ, მშობიარობის შემდგომი მძიმე, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი დღემდე სიკვდილიანობის, 20 წუთი, 30 წუთი არის ამისთვის, შედეგი არის, არ არის. უკვე ვურეკავთ რადიოლოგს, რომელიც მორიგეობს, ყოველთვის მზად არის, ვუშვებთ თქვენთან ემბოლიზაციაზე მელოგინეს. არის, ამიტომ ამბობ, არის რაღაც ტექნოლოგიები, რომელსაც ხაზს ვერ გადაუსვა, მაგრამ უნდა იცოდე რისთვის არის ეს საჭირო. ხო, რა თქმა უნდა და მოერგო პაციენტის სიტუაცია. რა თქმა უნდა და არაპირიქით, რომ რახან მეთოდი არსებობს, მაინც და მაინც ამითი. არა, უნდა იცოდე რომ ეს არის და არის ხანდახან სიტუაციები, რომ ან არ გინდა, ან პაციენტს არ უნდა, ან არ არის იმის პირობები ოპერაციის, კი ბატონო, არის ძალიან კარგი რომ ეს ემბოლიზაცია არსებობს, მაგრამ ეს არის ნიშა. ყველაფერი უნდა იცოდე. ყველაფრის ჩვენება უნდა იცოდე, მაგრამ უნდა გააკეთო ის, რაც არის სწორი. ეგ არის მთავარი, იმიტომ რომ თქვენ ახლა აღნიშნეთ 2001 წლიდან ემზადებით და გაქვთ უკვე შეხება რობოტთან და აგერ სასწავლო ცენტრში ასწავლი და ახლა ესე შემოიტანო საქართველოში, აი მე ცოტა მე ვიცი რომ მე ეს პაციენტები ძალიან ბევრი აღმოჩნდება, ისევ ჩვენ ხელში უშვილობის და ისევ შეიქმნება გარკვეული პრობლემები. ამიტომ ძალიან მინდა რომ თხილად მოეკიდონ კი, ამაზეა ლაპარაკი, რომ სიფრთხილეა საჭირო. პაციენტებსაც ცოტა კრიტიკული ეს უნდა გქონდეთ ხედვა. კი, ძალიან კარგია, ტექნოლოგია ვითარდება და ეს ფაქტია, რომ განვითარდება, აი მე რო ვახსენე NASA, ხო? NASA-ს პროექტი და შეწყდა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ამ შორ მანძილზე სიგნალის დაყოვნებამ შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს და არის ცნობილია. დღეს უკვე კეთდება. ჩინეთში მაგალითად სწორედ იმის გამო, რომ განვითარდა ტელეკომუნიკაციები ძალიან 5G განსაკუთრებით, ჩინეთში რამხელა ქვეყანაა, ხო, არის სადღაც მიკარგული ადგილები, სადაც ქირურგია არ არსებობს, ხო?
დადის სპეციალურად მოწყობილი რობოტით სპეციალური დიდი ავტობუსი თუ რაღაც დიდი მანქანა, რომელიც ჩერდება რაღაც დასახლებულ პუნქტში, ამ მანქანაში არის რაღაც ბრიგადა ქირურგების, რომლებიც მოამზადებენ რობოტს, ანესთეზიოლოგი, პაციენტს გაამზადებენ და სადღაც პეკინში ან შანხაიში ზის უკვე დიდი პროფესიონალი, რომელიც მანძილზე აკეთებს და დღეს ეს რეალობა არის, მე კი არ ვიგო, რეალობა არის. და დღეს ისე არის ტელეკომუნიკაციები, რომ იციან, რომ არ მოხდება არც დაფერხება არაფერი და აკეთებს. აი რო წარმოვიდგინოთ, ხვალ რატომაც არა სიტყვაზე, მაგრამ დღეს ეს ძნელად წარმოსადგენია. კლერმოფერენდა რომ გააკეთო, ხო, ან თუნდაც თქვათ, სადღაც ქუთაისში, თელავში, სადღაც ასე ავტობუსი ან თუნდაც რობოტი იყოს და თბილისიდან გააკეთო. ეს იყო ორიგინალური იდეა. და ეს თანდათანობით ვითარდება. სხვა შორის აი ნაზარო ვახსენეთ 2024 წელს მოახერხეს და გაუშვეს კოსმოსურ სადგურში პატარა რობოტი, რაღაც მინი რაღაცა ქვია, რომელიც აი დავინჩის ერთი მხარის მსგავსია რა, ერთი ხელი არის და ჰიუსტონში იჯდა ქირურგი, რომელმაც უბრალოდ იქ რაღაც მოდელზე რაღაცები გაჭრა. მაგრატელი რო წარმოიდგინოთ, ანუ ის მართავდა მიწიდან და ის კოსმოსურ ხომალდში რაღაცებს იქ ჭრიდა, ქაღალდს თუ რაღაცა ჭრიდა. ხო, ვარჯიშობდა, ანუ ეს უკვე მოხერხდა. იგივე შარშან იყო ვიდეო, სხვა შორის Facebook-ზეც იყო ვიდეო, სტენფორდის უნივერსიტეტში გააკეთეს ნაღლის ბუშტის მოდელზე, რეალური მოდელი ღვიძლზე, რა ქვია, ღორის ნაღლის ბუშტი აიღეს და დავინჩის ასწავლეს ოპერაციის კეთება. ხელოვნურმა ინტელექტმა ასწავლა და ხელოვნურმა ინტელექტმა დამოუკიდებლად გააკეთა ექიმის გარეშე მთლიანად გააკეთა მოდელზე ხოლიცისტექტომია ნაღლის ბუშტის ამოღება. და სხვა შორის ენდომეტრიოზს რო დაუბრუნდეთ. ენდომეტრიოზი იმდენად ისევ და ისევ ტექნიკური პრობლემა არ არის, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება ხოლმე ძალიან ძნელი, რთული, აი რა გააკეთო, რა არ დაზიანო, განსაკუთრებით ნაყოფიერებას ეხება და აქ იმდენად ტექნიკური პრობლემა არ არის, რამდენადაც მენტალური გადაწყვეტილების. რატომ ამბობ? არის ხალხი, ჭკვიანი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ რობოტების მომავალი რთული ოპერაციები არ არის. რობოტების მომავალი არის მარტივი ოპერაციები. აი ნაღლის ბუშტი, სადაც ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს სრულიად ავტონომიურად. რთული ოპერაციები დარჩება ადამიანებისთვის. აი როგორც ვთქვათ, ქარხნებში აწყობენ მანქანებს, მარტივი პროცედურაა, ხო? მანქანების აწყობა რობოტი მთლიანად, ხო? რაღაც რთულს ჯერ ხელით აწყობენ, ხო? და დღეს ითვლება ეს, რომ აი ხელით გაკეთებულია ხო რაღაცა, ხო? ეს დარჩება ადამიანებისთვის, რაც არის რთული, მარტივი, მაგალითად სალპინგექტომია, ვთქვათ, IVF-ის წინ, ამას რობოტი გააკეთებს თავისით, იმიტომ რომ მარტივია შედარებით. რა არის ეს არ ვიცი, ეს მილების მოშორება. ენდომეტრიოზი მაინც ალბათ უფრო ადამიანის დარჩება. ყოველ შემთხვევაში სადღაც ასე 10-15 წელიწადში მე როგორ იქნება საერთოდ ერთმანეთსია და ერთ კონგლომერატში აი იმის ხო მეც აი იმიტომ რომ რატომღაც აი ესეთი ხედვა არის რომ აი რთული თუ არის რობოტით არა დიდი ბოდიში რთული რობოტით ეს ტექნოლოგიურად რთული კი არ არის მენტალურად რთულია ენდომეტრიოზი და იქ რობოტი იმდენად არ არის მნიშვნელოვანი რამდენადაც ქირურგის გამოცდილება ცოდნა და გადაწყვეტილების მიღება მარტივი ოპერაციები ალბათ მომავალია რობოტების ხელოვნური ინტელექტით. ავტონომიურად. და ზუსტად რომ რევასე თქვა მოსახლეობისთვის კიდე ერთხელ კარგად დაფიქრებულიყო, იმიტომ რომ რატომაც ამათ წარმოდგენა აქვს, იცი, არც განათლება ამ დარგში არ აქვს ამ პაციენტს ხო, რაც არც არის გასაკვირი არ იცის. და გონია რომ ყველაფერი მარტივად, რობოტი რახან აკეთებს, არც შრამი დარჩება, არც არაფერი ხო, მაგას უხსნი რომ ჯერთი რობოტი არ აკეთებს, მეორეც ერთი ხო, არ არის ესე და თუ არ გააკეთა ისიც მაღალ კვალიფიციური და 10 წი თუ მაღალ კვალიფიციური და გამოცდილი ქირურგი აკეთებს, ჩვენ დარგში ნუ ჯერჯერობით მაინც ჯობია რომ ლაპარასკოპიით მეც ასე ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა რევას, ესეთმა დაღლილმა რომ შეძელი დრო გამონახეთ ჩვენთვის და რა ვიცი, ველოდების შემდგომ თქვენ ჩამოსვლას და თქვენ ჩამოსვლას უკვე ველოდები მე აქედან, იმიტომ რომ ეს მე გონია რომ პოდკასტი არ იყო, ეს იყო საჯარო ლექცია იყო და აუცილებლად აი ზუსტად ისეთი სახე ქონდა, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო. აი 35 წუთი მე არ გავჩერებულ ვარ, არასოდეს არ ყოფილა ისეთი შემთხვევა ჩემ ცხოვრებაში, რომ გავჩერებულიყავი. მოგისმინეთ,
ძალიან საინტერესო იყო და მოგისმინეთ ძალიან დიდი ინტერესის და ძალიან ბევრი რაღაცა გავიგე. მე მეგონა რომ რაღაცა ცოტა ფანტასტიკას ვილაპარაკებდით, მაგრამ იმდენად მიწაზე დაგვაბრუნეთ, რომ არაფერი შეკითხვა არ გამიცდა და რაც შეკითხვაც მიჩნდებოდა, ეგრევე სცემდით პასუხებს. ძალიან დიდი მადლობა თათია, რომ ამისთვის მოიცალე, იმიტომ რომ ბევრი სხვა პრობლემები გაქვს, თუნდაც შენ სფეროში, ბევრი სხვა პრობლემებია, რომელიც ესეთი კარგი პრობლემები იყოს და არა სერიოზული. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გადაიჭრება, მოსაგმოგვარებადია და გაწყვეტინებ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კიდე, რომ მე ვიცი, რევაზი ამაზე უარს არ მეტყვის, ხალხნო არ მეზარება, მოდით, კითხეთ, მომწერეთ ფერტიმეც, თათია ტუღუშ, მე თვითონ თუ რევას ესე მე რევაზის მის აუფლება არა მაქვს მოგცეთ პირადი, თუ თვითონ გადაწყვიტავს მე ყველაფერს შევეკითხები აი რობოტთან და ემბოლიზაციასთან არეზარება მიწერილი არა მაქვს აი ამ დონის პროფესორი მეორე წუთში პასუხი მზად მაქვს ყველა ჩემმა პაციენტმა იცის ვისაც ჩემთან გაუვლია არ მეზარება უსასყიდლოდ კონსულტაციაში აი ვისაც ძალიან ჭირდება ამ საკითხთან ჯერ ისედაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთო და მით უმეტეს მომწერეთ მოსვლაც არ გინდათ მე ყველაფერს მოგიგგვარებთ რევასთან და რა ვიცი თუ გვენდობით გვენდეთ დიდი მადლობა მე მინდა რომ ხალხის სახელით გადაგიხადოთ მადლობა იმიტომ რომ არ დაიზარეთ ოპერაციებს შევიდეთ მოხვედით, ჩამოხვედით თუ არა მოხვედით, ოპერაცია გააკეთეთ და მოხვედით. თათია დიდი მადლობა რომ ყოველ კვირეულად არ გეზარება და პატარა რჩევებს აძლევდა ისე რომ მე მასწავლეთ, მე მგონია უკვე გინეკოლოგია 45 წლის ასაკში უკვე ვფიქრობ, იქნება ჩემი მოწოდება გინეკოლოგია და არ ვიცოდი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენნაირი ადამიანები ყავს ამ ქვეყანას.